ერთი ძალიან საინტერესო წიგნი სოციალ-დემოკრატის, ქართველი სოციალ-დემოკრატის მოგონებები, რომელიც ეკუთვნის გრიგოლ ურატაძეს. ემიგრაციაში ყოფი ურატაძე მიიწვიეს ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც მან ლექციები წაიკითხა ქართული სოციალ-დემოკრატიის შესახებ და შემდეგ ამერიკელებისვე დაფინანსებით დაიბეჭდა ეს წიგნი. წიგნში არის რამდენიმე ძალიან საინტერესო ეპიზოდი საქართველოს და გურიის წარსულიდან. ერთ-ერთი ალბათ აღსანიშნავი ყველაზე უფრო და ჩემთვის საინტერესო იყო ხიდისთავის შეხვედრა, მასწავლებლების შეხვედრა ხიდისთავში, სადაც ცნობილმა აკეთელმა მასწავლებელმა ლავრენტი წულაძემ მოყვა მისი სოფლის, ანუ აკეთის მამასახლისის პავლე თავართქილაძის ამბავი. ნუ ახლა რა შეეხებოდა ეს საკითხი? ეს საკითხი შეეხებოდა აკეთელ ქრივს, რომელიც მისულა პავლესთან და დახმარება უთხოვია. დახმარება რაში ითხოვა ახლა ამ ქრივმა? მისი განმარტებით, მასთან ყველა საღამოს მიდიოდა მის სახლთან, მის სახლის კარებთან, ყველა საღამოს მიდიოდა აკეთელი მამაკაცი, რომელიც უხსნიდა სიყვარულს და შეხვედრას თხოვდა. ნუ ახლა პავლეს განუმარტავს, რომ სიყვარულისთვის ის კაც ვერ დაიჭერდა. და ეს არ იყო ის შემთხვევა, როდესაც სასამართლო უნდა ჩარეულიყო ამ საქმეებში და ან თვითონ როგორც მამასახლისი უნდა ჩარეულიყო ამ საქმეებში, იმიტომ რომ პავლეს აუხსნია, რომ ის არც ლანძღავდა და აგინებდა და არც რაიმე ზიანს აყენებდა მას ან მის ქონებას. და ახლა სიყვარულისთვის მე კაც კუტუსკაში ვერ ჩავაჯენო, ასეთ სიტყვები უთქვია. ეს ამბავი სახალისოდ მოყვა ლავრენტი წულაძემ მასწავლებლების შეხვედრაზე. უნდა ითქვას, რომ ეს მასწავლებლები ყველა სოციალ-დემოკრატები არიან, სადაც ამ საკითხს ძალიან სერიოზულად მიუდგნენ. ეს სერიოზულობა რაში გამოიხატება? იქ დამსწრეთა დიდ უმრავლესობას განუცხადებია, რომ პავლე ვალდებული იყო დახმარებოდა უმწეო ქალს, რომელიც მასთან მივიდა. და ვინაიდან არ აღმოუჩინა დახმარება, ესე იგი მან არ შეასრულა საკუთარი მოვალეობაო. ნუ ამას იქვე აკეთელი წულაძეც და იქვეა არსენ წითლიძეც აკეთელი წინააღმდეგობა გაუწევიათ და უთქვიათ, რომ სრული სისულელე იყო და ამაზე რაიმე შემდგომი მსჯელობა, მაგრამ ხმათა უმრავლესობით გადაწყდა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩატარებულიყო სასამართლო. ნუ ახლა გურიის სასამართლოზე ზოგადად არსებობს ინფორმაცია და მინდა გითხრათ, რომ ეს სავარაუდოდ დიდი ალბათობით არის პირველი სასამართლო გურიის მოძრაობის პერიოდში, რომელიც სახალხო სასამართლოდ შეიძლება ჩაითვალოს და მართლაც ნამდვილად სახალხო სასამართლო იყო, როგორც შემდეგში გამოჩნდება. გადაწყვეტილება იქნა მიღებული სახალხო სასამართლოს ჩატარებაზე. ამის შემდეგ პავლეს მიუგზავნეს კაცი, იმიტომ რომ მისი თანხმობა იყო საჭირო ამ სასამართლოს ჩატარებისათვის და პავლე დათანხმებულა და განუცხადებია, რომ ასეთ სასამართლოს ის ენდობოდა. ახლა პავლეს ეს ნათქვამი ცოტა შეიძლება ასე ვთქვათ უცნაურადაც მომჩვენებოდა, იმიტომ რომ მე ამ ადამიანის შესახებ რამდენიმე ჩანაწერი მაქვს წაკითხული და იგი ყოველთვის წინააღმდეგი იყო, გამოეძახა სტრაჟნიკები და სასამართლოსთვის გადაეცა ადამიანი, თუკი რაღაც ძალიან მძიმე რამე არ მოხდებოდა, რაღაც ცდილობდა, რომ რაც შეიძლება ნაკლებად მიემართა სასამართლოსთვის. მაგალითად არის იყო შემთხვევები, როდესაც ან გლეხები რაღაცისთვის იდავეს იქ სოფელში და ერთის თხოვდა სტრაჟნიკების გამოცხადებას, სტრაჟნიკების გამოძახებას და სასამართლოში წაყვანას მეორე პირის და ასე შემდეგ, რასაც პავლე არასდროს არ აკეთებდა. თუმცა ამ მოცემულ შემთხვევაში, როცა პავლეს აუხსნეს, რომ ეს ხალხის სასამართლო იქნებოდა, დათანხმდა ამაზე. სასამართლოს ადგილად შეირჩა თვითონ შემთხვევის ადგილი, ანუ აკეთი. აკეთში ფიჭვების ფიჭვნართან არსებულ მდელოზე შეიგრება 100-150 კაცი. ამ 150 კაცმა
ამას 50 კაცს უნდა აერჩია მოსამართლეები. რაღაც შემუშავებული როგორც ჩანს ფორმულარი ჰქონდა და ამ ფორმულარის ამ წესდების მიხედვით უნდა შერჩეულიყო 12 მოსამართლე. როდესაც საკითხი დადგა აერჩიათ თუ არა 12 მოსამართლე, ამას ყველამ ხმა მისცა, იქ ყოფა, თუმცა არც და სხვადასხვაობა გამოიწვია იმან, რომ ზოგიერთი ითხოვდა, რომ მხოლოდ ქალები ყოფილიყვენ მოსამართლეები, ვინაიდან საკითხი ეთქებოდა ქალს, რომელიც იყო უმწეო მდგომარეობაში და რომელიც მამასახლისიდან ითხოვდა დახმარებას. რაზეც თვითონ ქალები წასულან წინააღმდეგი და უთქვიათ, რომ ეს კაცებს არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენებდა და ასე ვთქვათ, ამ გენდერული პრინციპით შეირჩა 6 ქალი და 6 მამაკაცი, რომელსაც აი ეს პავლეს საკითხი უნდა გადაეწყვიტა. ასევე შეირჩა ბრალდებლები და შეირჩა დამცველი, ანუ ადვოკატი პავლეს. თუმცა ეს სასამართლო იმნაირი იყო, რომ აბსოლუტურად ყველა შეეძლო გამოსულიყო, როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარეზე. არავინ შეზღუდული ამ საკითხში არ იყო. დღევანდელი გაგებით რო ვთქვა, დავის საგანი რა შეეხებოდა სიყვარული თუ მოვალეობა. შეიძლებოდა თუ არა სიყვარულის მოტივით პავლე მამასახლის ეთქვა ვარი ქვრივი ქალისათვის დახმარებაზე. აი ძირითადად რო გითხრათ, აი ეს საკითხი უნდა გარჩეულიყო, გამოვიდა პირველად რა თქმა უნდა ბრალდებელები, რომელსაც ბრალი დასდეს პავლეს და ძალიან ბევრი ილაპარაკეს მოვალეობაზე, უმწეო ადამიანის დაცვაზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და გამოვიდა შემდეგ დაცვის მხარე, როგორც ურატაძე წერს, დაცვის მხარის გამოსვლა იყო ასე თქვა მთლიანად შევსებული ქართველი და ევროპელი პოეტების და მწერლების ციტატებით, სიყვარულთან დაკავშირებით, რომ სიყვარული არის უზენაესი, რომ სიყვარული ყველაზე უფრო პირველია, სიყვარულზე წინ არავინ არ დგას და ვერც მოვალეობა ვერ დადგებოდა სიყვარულზე წინა და არავის არ ჭირდებოდა ის მოვალეობა, რომელიც სიყვარულს შეზღუდავდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ბოლოს გამოვიდა პავლეც, ანუ პავლეს მისცენ საბოლოო სიტყვა სასამართლოზე და საინტერესოა თვითონ ამ პავლეს სიტყვასაც აღწერს ურატაძე ამ წიგნში. პავლემ თქვა, რომ თუ მე სიყვარულისთვის გამასამართლებთ თქვენ და მასამართლებთ ამ თუთასო, მაშინო ჩემთან ერთად თქვენ ასამართლებთ მთელი მსოფლიოს პოეტებს და მთელი მსოფლიოს მწერლებს, რომლებიც სიყვარულს უმღეროდნენ, ასე თქვა რა. და პავლემ თქვა, მე არაფრის არ მეშინია, მე არ მეჩინია თქვენი განაჩენისო იმნაირი ხალხის კატეგორიაში მოხვდი ახლა მეო, რომ ძალიან გამეადვილდება აწე ცხოვრებაო, აწინდელიო რა. პავლეს სიტყვის შემდეგ მოსაფიქრებელი, ასე თქვა, თათბირი გაიმართა მოსამართლეების და ბოლოს გამოცხადდა გადაწყვეტილება. გადაწყვეტილებით პავლე ცნეს დამნაშავედ. ანუ პავლეს საქციელი ჩაცვალენ შეუსაბამოდ როგორც კანონთან, ასე მორალთან, ზნეობასთან და ასე შემდეგ. გადაწყვეტილების გამოცხადებამ, ანუ პავლეს გამტყუნებამ ძალიან დიდი აღშფოთება გამოიწვია სასამართლოზე დამსწრეებში. ეს აღშფოთება იმდენად დიდი იყო, რომ ხალხი ითხოვდა ხელახალი სასამართლოს გამართვას და მოსამართლეების გასამართლებას. და ხელახლა სააპელაციო გასაჩივრებას, ანუ ეგრევე აპელაციის მოთხოვნად დააყენეს. როგორც იქნა მოახერხეს, რომ დაწყნარებულიყო ეს აღშფოთებული საზოგადოება, ეს მოსამართლეები გააპარეს იმ ადგილიდან, რომ რაიმე ზიანი არ მიეყენებია ვინმეს და აღშფოთებული ხალხის დაიშალა. ამის შემდეგ პავლე ძალიან ცნობილი ადამიანი და ძალიან საპატივცემულო ადამიანი გახდა. არა მარტო გურიაში და როგორც ურატაძე წერს, ძალიან ბევრი სამადლობელი წერილიც მოსდიოდა მას.